აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებში აგროსექტორში ინვესტიციების შემცირდება. გალთენ თაგარტის შეფასებით მიზეზი მოქმედი მოდელია, რომლის ფარგლებში ინვესტორს პროექტის დაფინანსება თავად უწევს და გრანტი მხოლოდ ვალდებულებების შესრულების აუდიტის და ადგილზე კონტროლის შემდეგ ირიცხება. ამასთან გამოწვევად სახელდება ისიც, რომ აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია შემცირდა და ნაცვლად 11%-ისა სების რეფინანსირების განაკვეთზე ჩამოვიდა, რაც ამ ეტაპზე 8.25%-ია. კვლევითი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამ ყოველივემ შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით კი დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში. ჩვენი შეფასებით ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია. გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. თუმცა გრანტის ჩარიცხვის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტების სუბსიდიის შემცირებამ შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში. ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის რეალურ სურათსა და პროგრამის მოთხოვნებს შორის გარკვეული აცდენაა. ახალი მოდელი ინტენსიურ სოფლის მეურნეობასა და ფორმალიზებულ აგრობიზნესებზეა ფოკუსირებული. ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ფერმერთა 90%-ზე მეტი, რომელიც ექსტენსიურ მეურნეობას ეწევა, პროგრამის მიღმა რჩება. შესაბამისად, ბენეფიციართა რაოდენობა სავარაუდოდ საგრძნობლად შემცირდება. მაგალითად, პირუტყვის მიმართულებით, ვინც არიან საშუალოდ სრულფეხა პირუტყვის გულისხმობ, ამ ტიპის ფერმები სყავს საშუალოდ 5 სული. სრულფეხა პირუტყვი და ასე შემდეგ ეს შეგვიძლია ჩავშალოთ, რომ დავახასიათოთ საშუალო ზომის ფერმერი ქვეყანაში. აცდენილია ამ საშუალო რეალობას და უფრო აქცენტს აკეთებს აგრობიზნესებზე, უფრო ფორმალიზებული სახის შედარებით ქართულ რეალობას შეგვიძლია თავმოთ ვთქვათ, რომ ალბათ ეს არის უფრო ნაკლებად საშუალო და უფრო მსხვილი აგრობიზნესებზე არის მეტნაკლებად მორგებული. ინვესტიციების შემცირებასა და ხელმისაწვდომობის ბარიერებზე საუბრობენ ფერმერებიც. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელი ეფექტურია ფინანსური დანაშაულების პრევენციისთვის, ის სერიოზულ ბარიერს უქმნის მათ, ვისაც პროექტის დასაწყებად საკუთარი კაპიტალი არ გააჩნიათ. ფერმერი ბექა გონაშვილი განმარტავს, რომ ძველი მოდელით სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება და საბანკო სესხის აღება ერთდროულად იყო შესაძლებელი, რაც ინვესტორს საქმის დაწყებას უადვილებდა. მოდელი, რომლის თანახმად ფერმერმა ჯერ სრულად უნდა განახორციელოს პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ აუნაზღაურებს სახელმწიფო ხარჯის 50%-ს, მიკრობიზნესისთვის აგროპროექტებზე ხელმისაწვდომობას ხუტავს. მცირე მეწარმეებისთვის ამ ბარიერებზე მიუთითებს ხორცის მწარმოებელთა ასოციაციაც. ზოგიერთი ფერმერისთვის შემაფერხებელი არის გარემოება, რომელიც მოიაზრებს ფერმერის მხრიდან თანხის სრულიად დახარჯვას და შემდგომ უკვე სახელმწიფოს მხრიდან 50%-იან თანადაფინანსებას და ანაზღაურებას. ასევე გარკვეულწილად შეიძლება მოვიაზროთ ის ფაქტიც, რომ პატარა და მცირე წარმოების ფერმერებზე ნაკლები გათვლა არის, თუმცა ხვდებით რა არის აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი და აქედან გამომდინარე ხვდებით, რომ აღნიშნული პროექტი მორგებულია უფრო მეტად გაკომერციულებას, ფერმერული მეურნეობების გაფართოებას ან უფრო მეტად მაღალპროდუქტიული და დიდი წარმოების დაწყებას. თუ ის ფერმერია, რომელსაც მუხთაქაში ფული აქვს, მისთვის არის ძალიან კარგი პროექტი, მაგრამ ვინც ამას ყოველ და ძირითადად ბოლო წლებში ყველაფერი საბანკო სექტორიდან გამომდინარე ვითარდებოდა, აი იქ მგონია, რომ ასე ვთქვათ, დაიკლებს მიმართვიანობა, იმიტომ რომ ამ პროექტს არ აქვს, ესე ვთქვათ, მიმზიდველობა არა სასოფლო სამეურნეო ინვესტორისთვის, არა ფერმერი ინვესტორისთვის. ამასთან ფერმერისთვის გაუგებარია, რატომ არის მერძეულ მიმართულებაზე 10 მილიონიანი ლიმიტი, ხოლო მეხორცულზე მხოლოდ 2 მილიონის ფარგლებში. ბექა გონაშვილის განმარტებით მეხორცული მიმართულება გაცილებით რთული სექტორია ფულადი ნაკადების თვალსაზრისით. მეხორცული ფერმერი, რომელიც შემოიყვანს სანაშენე დედა პირუტყვს, რომელიც არის მაკე პირუტყვი, ის შემოყვანიდან ყველაზე ადრე პირველი შემოსავალი შეუძლია შემოგიტანოს დაახლოებით 20 თვის შემდეგ, 20-24 თვის შემდეგ. ანუ 2 წელიწადი ელოდები, რომ პირველი შემოსავალი, ანუ ის უნდა დაიბადოს, გაიზარდოს, მისი რეალიზაცია მოხდეს. ხო ესეა? აქედან გამომდინარე, cash-flow-ში არის ყველაზე არამიმზიდველი არის მეხორცული მიმართულების სანაშენე, ესე ვთქვათ, პირუტყვის შემოყვანა. მაშინ, როდესაც მერძეული შემთხვევაში რომ შემოიყვანს სამ თვეში ის რომ მოიგებს, უკვე ის ფულს წერს, ასე ვთქვათ, შემოსავალი შემოგდის.
დარგის წარმომადგენლების შეფასებით სოფლის მეურნეობის პროგრამების განახლება და გადახედვა აუცილებელი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერთა რეესტრის შექმნა, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ამავე დროს სისტემის ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ზუსტი და განახლებადი იქნება მასში არსებული მონაცემები. ამასთან ფერმერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფინანსური მხარდაჭერა დარგის გადასარჩენად საკმარისი არ არის და აუცილებელია ცოდნის ამაღლებაც, იმგვარად, რომ სახელმწიფო დაფინანსება ცოდნის დადასტურებას მიებას. ვინ მუშაობს შენთან ფერმაში, ან ვინ იქნება მენეჯერი, ან შენ თუ ხარ ეხლა ამის ცოდნა, კი ბატონო, მაგრამ რაღაცი დამიდასტურე ეს ცოდნა, ხო? არ ვიცი, ან სერტიფიკატით, ან აგერ იმის შვეიცარიული სკოლა დმანიში არსებობს, იქ წავიდეს ვიღაცამ წელწადი იქ იაროს, ან რაღაც, ან რამდენიმე თვე თუნდაც გაიაროს, რომ მიხვდეს რა გასაკეთებელი და უბრალოდ ფაქტის წინაშე არ დადგეს, რომელიც უკვე ძალიან ფატალური შედეგია ხოლმე, ან ფინანსურად, ასე შემდეგ, ანუ შეცდომებზე სწავლა უწევთ და ეს შეცდომები, როცა სესხით არის გაკეთებული, ან სხვა მსგავსი რაიმე რესურსით არის ძალიან მძიმე. არის გარკვეული მიმართულებები, სადაც აქამდე ესეთი შესაძლებლობები არ ყოფილა სოფლის მეურნეობაში და ალბათ ამ მიმართულებებზე გარკვეულწილად თუ ჩავშლით კონკრეტულ ქვესექტორულად შეიძლება გარკვეულწილად გაიზარდოს კიდევაც მიმართვიანობა ან ბენეფიციარების პროექტები. ეს არის სასათბურო მეურნეობები, მაგალითად აკვაკულტურა, მეფრინველეობა, სკილფეხა საქონლის მერძეული მიმართულება, თუმცა აქ ყველაფერი არის ინტენსიური, ხო? მათ შორის გადამამუშავებელი, შემნახველი და ასე შემდეგ, მცირე ჩამონათვალები. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს. განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს.